მივაგენით ასე ვთქვათ კორუფციულ ნიშნებს ბალტის კანიონთან დაკავშირებით და არა მარტო და უკვე რამოდენიმე დღის წინ ასე მოვიპოვეთ ახალი მტკიცებულებები, რომელიც უკვე ნათელს ფენს თვითონ უშუალოდ ეს სქემა, ეს კორუფციული სქემა როგორ მუშაობდა, რომელსაც თავში ედგა ვალერიან მჭედლიძე, დაცული ტერიტორიების ყოფილი თავმჯდომარე, მარტივ ენაზე რო ვთქვათ, როდესაც გახდა თავმჯდომარე, მის მეგობრებს დაარსებიებდა კომპანიებს, რომლებიც ჩაატარებდნენ რაღაც კვლევებს, გაამზადებდნენ პროექტებს და მარტივად ჩაიგდებდნენ ხელში ბუნების ძეგლებს. შემდგომ უკვე როდესაც თანამდებობას ტოვებს ვალერიან მჭედლიძე, ამ კომპანიებიდან უფორმებენ წილებს. ძალიან ესეთი მარტივი სქემით საბოლოო ჯამში მიყვებიან ამ საქმეს და ბალტის კანიონის გარდა ეს ადამიანი ოპერირებს როგორც მარტვილის კანიონზე, გორჩი, ოკაცეზე, სათაფლია, პრომეთე და ასე შემდეგ. ბატონ აჟდინ კუპრაშვილს მივაწოდეთ ინფორმაცია და შევთანხმდით, რომ უკვე დეტალური ინფორმაცია ის მასალები, რაც ჩვენ გაგვაჩნია, გავუზიაროთ, უკვე თავის მხრივ მე თვითონაც დასჭირდებათ ეს ყველაფერი მოიძიონ და რაც მთავარია, გამოთქვამზაობა, რომ ამ ყველაფერს გამოიძიებენ. მარტვილის რაიონის სოფელ ბალდაში 630 დღეზე მეტია, რაც საპროტესტო კარავი არის გაშლილი, სადაც მოსახლეობა მორიგეობს დღისა და ღამის განმავლობაში, მოთხოვნით გაუქმდეს უკანონოდ და ხალხის ნების წინააღმდეგ მათი ინფორმირების გარეშე გაცემული იჯარის ხელშეკრულება, რომელმაც ბალტის კანიონი ჩვენი ყველა საერთო სიკეთე ხელში ჩაუგდო კერძო პირებს, მათ შორის დაცული ტერიტორიების ყოფილ თავმჯდომარეს ვალერიან მჭედლიძეს. ამ მოძრაობამ, ბალტის მოძრაობამ გამოავლინა ეს კორუფციული სქემა, რომლითაც აღმოჩნდა, რომ დაცული ტერიტორიები წლების განმავლობაში იმართებოდა 10-ზე მეტი დაცული ტერიტორიის ბუნების ძეგლის პრაქტიკას თუ შევხედავთ, მართვის პრაქტიკას და სწორედ ამასთან დაკავშირებით დღეს ანტიკორუფციულ ბიუროს ვთხოვეთ, რომ შესაბამისი ყურადღება გამოიჩინოს და სიღრმისეულად შეისწავლონ ეს დიდი ფართომასშტაბიანი კორუფციული სქემის ნაწილი, რომელიც ასევე დოკუმენტების სახით წარვადგინეთ დღეს ჩვენ აქ.